ყულების ქარხნის შემდეგ შესაძლებელია სხვა პორტებიც დასანქცირდეს და შევიდეს ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტში. ამაზე საუბრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც წაიკითხეს ფინური კვლევითი ორგანიზაციის კვლევა და ამბობენ, რომ სწორედ ის მონაცემები, რომ საქართველოდან ბოლო პერიოდში ძალიან დიდი რაოდენობის წლების განმავლობაში ბოლო დროს ძალიან დიდი რაოდენობის ნავთობი გადის ევროკავშირის ქვეყნებში, გასაყიდად ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ირეცხება და იყიდება რუსული ნავთობი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ ნავთობის გაყიდვაზე და რამდენად მოახერხებს რუსეთი სანქციებისთვის გვერდისავლას, ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული ის თუ როგორ იმუშავებს რუსული მანქანა, რუსული ომის მანქანა უკრაინაში და ის, როდესაც მაგალითად საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდისავლაში, ეს იმას კი არ ნიშნავს მხოლოდ, რომ უკრაინას უქმნის საქართველო პრობლემებს, არამედ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში პრობლემას უქმნის საკუთარ ქვეყანასაც, ვინაიდან რუსეთი ამ დრომდე განახორციელებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიურ პოლიტიკას. 6 თვე აქვს ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ეს პრობლემა გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაედება ყულების ქარხანასაც და ტერმინალსაც სანქციები და ასევე ეს გახდება უკვე შემდგომი სასანქციო პაკეტში შეიყვანონ ბათუმის პორტიც, რომელიც არის ასევე საფრთხე და სწორედ ეს ფინური კვლევის მთავარი ხაზი ამას გულისხმობს, რომ ყულებთან არ გაჩერდება როგორც კი რუსეთის ომის მანქანა მუშაობას განაგრძობს და ამაში გარეული იქნება საქართველოს ტერიტორია, ეს ეხება პორტებს, ეხება ტრანზიტებს, ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ამ კუთხით კიდევ უფრო დაიძაბება და საქართველო ისეთ იზოლაციაში მოექცევა, რაშიც არის რუსეთი. სულაც არ არის ეს პრევენციული ნაბიჯი, ეს არის უკვე საბოლოო წითელი ბარათი ქართული ოცნებისთვის და მტკიცებულება იმისა, რომ დიახ, ისინი რუსული ნავთობის გარეცხვით და გაყიდვით აძლიერებენ რუსეთის ომის მანქანას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% არის ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული და რუსეთის გამარჯვება ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის დასრულებასაც მათ შორის და ამიტომ ხელის მოწერა არის ამაზე. ევროკავშირის სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ, რომ დაეხმარონ უკრაინას და დაიცვან უკრაინა რუსეთის აგრესიისგან, იმ სახელმწიფოსგან, რომელ სახელმწიფოსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და ცდილობს ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორია მოიქციოს მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასე დროს საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ქართული საწარმო ყულების ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი ეხმარება რუსეთის ფედერაციას. მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთხელ დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ხდებოდა რუსული ნავთობის შემოტანა, სანქცირებული ნავთობის შემოტანა ყულების პორტში, ვინაიდან არაერთხელ იყო შენიშნული რუსული ჩრდილოვანი გემები საქართველოში და ყველას აინტერესებდა, რა შემოჰქონდა ამ გემებს ყულების პორტში. მე-20 პაკეტში სანქციების საუბარი იყო ყულების პორტზე, ახლა კი უშუალოდ სანქციების საფრთხის ქვეშ დადგა ყულების ქარხანა, რომელსაც ქართველი მფლობელები ყავთ და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ამ ქართველ მფლობელებს მათ შორის მჭიდრო კავშირები აქვთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.